მის საქართველოს ტიტულის მფლობელი დეა არაყიშვილი გახდა. 20 წლის ლამაზმანი ატკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. მის საქართველოს მონაწილე გოგონები სამომავლოდ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებში დასაქმდებიან და საქართველოს სხვადასხვა კონკურსებზე წარადგენენ. ყველაზე ლამაზის ტიტულისა და გარდამავალი დიადემის მფლობელი დეა არაყიშვილი გახდა. 23 გოგონას შორის საუკეთესოს ვინაობა ცნობილი რამდენიმე საათიანი ჩვენების შემდეგ გახდა. ნომერი 23 დეა არაყიშვილისთვის წარმატების მომტანი გახდა. მის საქართველო ამბობს, რომ ეს იყო სასიამოვნო მოულოდნელობა. ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ყოფილვარ, განუმეორებელი შექმნება მართლა. ველოდებოდი, რომ რაღაც შანსი მქონდა, პირველ ხუთეულში მაინც მოხვედრილიყავ, მაგრამ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდებოდი. შედი სიურპრიზი იყო. ჟიურის წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ერთი საღამო არ ჰქონდათ. ისინი გოგონებს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. იმიჯ ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს ჟიური არჩევანში ერთსულოვანი იყო. ჟიური ერთსულოვანი იყო. დასაუბრების შედეგად ჩვენ დავწმუნდით ჩვენს არჩევანში და მეც რა თქმა უნდა დავეთანხმებათ. არაჩვეულებრივი გოგონა დეა არაყიშვილმა გაიმარჯვა დღეს და დეა წარადგენს ჩვენს ქვეყანას მის მსოფლიოზე ოქტომბერში. ყველანი მივედით აი ამ დასკვნამდე, რომ ეს გოგონა უნდა ყოფილიყო მის საქართველო. ის რომ იგი გაემგზავრება მის მსოფლიოზე, ეს უკვე დიდი წარმატება. მოგეხსენებათ, იქ მაინც დიდი ქვეყნები იმარჯვებენ. საქართველო პატარა ქვეყანაა. ასე რომ იქ რომ ქართული სახე გაივლის, ქართველი გოგონა ჩაივლის, ეს უკვე დიდი წარმატება და გარდა ამისა, მათ დიდი პერსპექტივა აქვთ უკვე საქართველოში. მის საქართველოს 23 მონაწილე ჟიურის წინაშე სამ განსხვავებულ ფორმაში წარსდგა. კოქტეილის კაბები, საცურაო კოსტიუმები და სპორტული სამოსი. საკუთარი ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებას მისები ასეც ცდილობდნენ. მის საქართველოში მონაწილეობა ეს არის ტრამპლინი დიდი პოდიუმისკენ. ეს არის სამომავლო წარმატების გარანტი და დასაწყისი. ასეთ შეფასებას აძლევენ კონკურს ჟიურის ის წევრები, რომლებიც წლების წინ თავადაც ამ კონკურსის მონაწილეები იყვნენ. ყველა გოგო გამონაკლისის გარეშე არაჩვეულებრივი გოგონა იყო. როგორ გითხრათ, ჩემი ფავორიტი იყო ყველა გოგო, იმიტომ რომ მე ვიცი რამხელა შრომა აქვს ჩადებული, რამხელა ტანჯვა ეს და რამხელა სიხარულიც არის და ეს ყველაფერი ერთად ემოციების რაღაცა საოცარი გროვაა და ამიტომაც მე ყველა მომწონს უბრალოდ. ჟიურის წევრებმა გუშინვე დაასახელეს ტოპ 5-ეულიც. ასევე გამოვლინდა მის მეგობრობა, ინტელექტი, მომხიბვლელობა, ელეგანტურობა, გრაცია, ტელეგენურობა, მის ფიტნესი და ექსტრავაგანტულობა. კონკურსის მონაწილეები ამბობენ, რომ გამარჯვების იმედი ბოლო წუთამდე ჰქონდათ, თუმცა ჟიურის არჩევანი მათთვის მისაღებია. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გამიხარდა და გამარჯვების სურვილი რა თქმა უნდა მქონდა. მის საქართველოს კონკურსთვალს ცნობილი და დამწყები დიზაინერებიც ადევნებდნენ. დახვეწილი ფიგურა და პოდიუმზე სიარულის განსაკუთრებული მანერა. დიზაინერები ამბობენ, რომ ასეთი მონაცემების მქონე გოგონებს პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებში კარიერის გაგრძელების დიდი შანსი აქვთ. ჩემი ფავორიტი იყო ერთ-ერთი ჩემი ფავორიტები პირველი ნომერი 22 და 23 და აი ორმა მათგანმა გაამართლეს და მინდა მათ უსურვო ძალიან დიდი წარმატებები და მის საქართველო არის ის კონკურსი სამოდელო სფეროში, რომელიც დიდ პოდიუმებზე და ძალიან კარგ კონტრაქტებზე უკეთებს ამ გოგონებს წარმატებას ესეც. დეა არაყიშვილი მის მსოფლიოზე საქართველოს ოქტომბერში წარადგენს. გამარჯვებულს გარდამავალ დიადემასთან ერთად ავტომობილიც გადაეცა.